გამარჯობა მედანეებო, კანონის გადამკიდე ჩვეული რეჟიმში ვეღარ ვახერხებ ხოლმე ვიდეოების ჩაწერას, გადაჩვეული ვარ და დანებს ვერ ვაქცევ ისეთ ყურადღებას. კალესვით ჩვეულებრივად ვმუშაობ, მაგ მიმართულებით უბრალოდ არ ხსვერ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. ერთი დანის გაზიარება მინდა და ამისათვის გადავწყვიტე რომ ჩავწერო ვიდეო და ბარემ ესეც გასალესად არის პიტერ აზენტის პატარა ნირვანა და ამასაც გაგიზიარებთ. ცნობილი პოპულარული მოდელი არის ინტეგრალი. ამდენაზე ბევრს არ ვისაუბრებ, გალესვით, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. მოკლედ ხო იცით, მიუჩვეულს ნუ მივაჩვეო და მიჩვეულს ნუ გადააჩვევა, იგივე თემა არის რა. აი ძველმოდურად ძველი ლესვის მეთოდით არის კანალესი, საშინლად იყო კანალესი. ალბათ 9 მმ-ზე დიდი რეკურვა ქონდა აი აქ. ნუ ჩანაფიქრი დარწმუნებული ვარ, ეგ არ იყო რა და გვინდოდა რომ გასწორებულიყო მე პატრონესთან ერთად ესე გადავწყვიტეთ, რომ სწორი ზეთიანი არის ცოტა და ეგენი ირეკლავს. ხო და ძალიან გამაწვალა მაგის მალესვამ. აი თუ დააკვირდებით რეკასო, აი აქამდე როარ მოსული. მანამდე იყო რაღაც აი აქამდე მოდიოდა ლესვა, მაგრამ მე რო ეს გავასწორე, უკვე აი ამ ადგილთან რომ მოვედი ახლოს, აი ამ ადგილზე პირის გამოყვანა, ნუ ცოტათი მაწვალა. საბოლოო ჯამში ნორმალურად გამოვიდა, ნუ ყოველ შემთხვევაში პიტერ აზენტის ნირვანა ძალიან კარგი და ასე ვთქვათ, საკულტო აიკონიკ მოდელი. ძირითადად ალბათ სპაიდერკოსგან გეცოდინებათ, სპაიდერკოს აქვს კოლაბორაცია პიტერ აზენტისგან და იმისგან გეცოდინებათ ალბათ ეს მოდელი და ეს თვითონ აზენტის არის. ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო? ეს არის ბრაუნ ნაივსი შეიძლება იცნოდეთ ჩვენი არხიდან. ეხლა ეს ძველი მოდელები არის, ადრე გამიზიარებია. ეს არის FSD მოდელები, ესენი მაღაზიის არის და უბრალოდ ჩამოვიტანე. ესენი ძალიან კარგი მოდელები არის, ძალიან კარგი ხელოსანი არის. ხო და აი პირველად მოხს სახელოსნოში ბრაუნ ნაივსის აი ეს Cortex Mini არის ეს მოდელი. ნუ ამათგან განსხვავებით უკვე კონტურირებული ტარი აქვს. უკვე აი შეხედეთ, უკვე ფორმა როგორ აქვს გამოყვანილი. სტანდარტულად თავიდან აი ესე იყო ხოლმე. სიფრთხეზე. ხო და ძალიან მომეწონა ეს პატარა კორტექსი და იშვიათად რომ რაღაცნაირად ყველა მხრივ რომ შეგაყვარებს ხოლმე თავს და ყველანაირად რომ კაიდანის ემოციას დატოვებს. აი ეს დან არის ეგეთი. დიდიც არ არის, აი საშუალო პატარა კარგი ზომა არის. გახსნა ძალიან კარგი აქვს. ბრაუნ ნაივს ყველა მოდელებზე იგივეს ვიტყოდი რომ გახსნის მექანიზმები ძალიან კარგი, ძალიან კომფორტული და ძალიან კარგად აქვს ყველაფერი აწყობილი. აი ეს ჩამკეტით inset liner lock-ი ძალიან კარგი გემრიელი გასახსნელი არის. ხელში ძალიან კარგად ჯდება. თუ ახლოს გინდა რომ თქვა დანისპირთან იყო ეს ჩოილიც ძალიან კარგად აქვს, რომ მეტად კონტროლირებადი იყოს, უფრო თქვა დაჭრა და უფრო აკურატულად გაჭრა. ფიჯეტათაც ძალიან კარგი არის. ძალიან კარგი მექანიკა, ძალიან კარგი ხმები. ნუ მოკლედ ძალიან კარგი მოდელი არის, ეს მინდა გამეზიარებინა. მაღაზიაში რა თქმა უნდა არ გვექნება. ამ კატეგორიის დანებზე ალბათ ჯერჯერობით ვერ გადავდივარ. აი ესე თითო რო იშოვება, ხო ხდებით, ჯერ მაინც ბრენდების მიმართულებით მუშაობ, რომელსაც უკვეთავ და ჩამოვაქვს, მაგრამ ახლო მომავალში უკვე გეგმავთ, რომ კასტომის მიმართულებითაც უფრო და უფრო წავიდეთ და ესეთი რაღაცა ერთეული დანები შედარებით თქვათ მაღაზიაში რო უკვე გამოვფინოთ ხოლმე და გაგიზიაროთ ხოლმე. დანარჩენი სანამ ჩვენ გვექნება მაღაზიაში მსგავსი დანები, იცოდეთ რომ კარგი მოდელი არის საკოლექციოდაც, ექსკლუზიური სასაჩუქრედად და ვინცაც ტარება შეგიძლიათ დაატარებთ, იმათვისაც ძალიან კარგი ყოველდღიური დანა არის. დანარჩენი პირე ძალიან თხელი გამოყავს ხოლმე ბრაუნს და ნუ ძალიან კაი მჭრელი დანები არის. თუმცა ნუ ფლობელს სურს რომ მაინც გადავლესოთ, გრინდერზე არის გალესილი. თუ გამოჩნდება ერთი წამით. აი, მეგონი შედარებით ჩანს, რომ ძალიან ისეთი ლესვა აქვს რა, გრინდერზე არის გადალესილი უბრალო მეთოდით. აი, ლინზა რო არის ეთყობა, ეს რო გადამრგვალებული არის. ამას გადავლესავთ ხელით და ბოლოს მაგასაც გაგიზიარებთ. დამთავრდა კორტექსის ლესვა მეგობრებო. მოკლედ ფოლადიც ახლა ესეთ დანებზე როცა ესე თითო კეთდება, სხვანაირად არის ნაწერთობი, ეგრეთ წოდებული ქასთომწუთობები არის და კალესვითაც თითქოს ესე მომეჩვენა რომ სხვანაირად გაილესა. მოკლედ ოჩახ კრეიგ ბრაუნს კარგი ნამუშევრისთვის. დანარჩენი დაწერეთ თუ არის ასე მგონია ხოლმე რომ
ყველაფერი მაქვს ნათქვამი ლესვაზე რა და უკვე ხელმეორედ ხარ გამეორდები, მაგრამ თქვენი აზრი დაწერეთ თუ საინტერესო არის ესეთი ვიდეოები გალესვაზე თუ გაინტერესებთ რომ ჩავწერო კიდე რაღაცა ვიდეოები ხანდახან ჩემდანებს რო შლი ხოლმე მაგაზეც შემიძლია რომ ხანდახან რომ მოვიცილ და ხასიათი მექნება შემოგთავაზოთ. აი მაგალითად ნახეთ სადაც შეფუთული არ იყო როგორ დარჩა ეს ფოლადის მტვერი არის რომელიც ადვილად არ იწმინდება და ხშირ შემთხვევაში სპირტითაც ვერ წმენთ ხოლმე. ესეთ სიტუაციებში ვიყენებ ხოლმე მე თვითონ ვაზელინის ზეთს ხმარობ გასალესად. აი ესე ზეთს ვიყენებ ხოლმე და აი დააკვირდით სულ ამოიტანთ ნახეთ როგორ შავად წამოიღო. ანუ ფორებში ზეთი ჩადის და ეს მტვერი ამოაქვს. აი სულ ამოიტანა. აი ამ ზეთს ვხმარობ ხოლმე სხვა ზეთიც იგივე ეფექტი ექნება სხვასაც დიდი ალბათობით უბრალოდ ეს სუფთა უსუნო ზეთი არის და მე პირადად ამას ვიყენებ. დანარჩენი ძირითადად აი შავი დაფარვები როა ხოლმე მაშინ არის პრობლემა ამ შავი ნადების ამოყვანის და თუ ხარისხო დაფარვა არის მაშინ აი ძალიან ჩადის ხოლმე ეს მიკრო მტვერის ნაწილაკები იმ შემთხვევაში ცოტა რთულდება ხოლმე ამოყვანა. მიახლოებით 38 გრადუსამდე გაილესა, ნახოთ. უკლედ მადლობა Craig Brown's ძალიან კაი მოდელისათვის. და კიდევ სანამ დავამთავრებ, ერთ გაგიზიარებთ. პერიოდულად დავუთმობ ხოლმე ამ საკითხს დროს, სანამ არ ამოუწურავთ, რომ აი ესეთი სამარცხვინო სიტუაციაში ვართ, მეგობრებო. მოკლედ ეს კანონი, ვინც Facebook-ზე არ ადენებს ჩვენს პოსტებს თვალს, მოდის აბსოლუტურად რუსული კანონიდან, იქიდან ამოგლეჯილი რაღაცა ტერმინებიდან, აბსოლუტურად გაუაზრებელი, აი აქ რა წერია და ესე ჩვენთან რაღაცა მახინჯურად გადმოტანილი აი ამი რუსული კანონის ნაგლეჯით ხელმძღვანელობენ, გვაჯარიმებენ და რიგ შემთხვევებში ციხეში სვამენ ადამიანებს. Realmente არჩეულობდები ახლა ამებს ესე ნიშნავ რა არის საინტერესო, საიდან არის გადმოთარგმნილი და ასე შემდეგ. ნუ იცოდეთ რომ ეს კანონი აი ამ წიგნებში, ამ ლიტერატურაში ყველგან ხო ქართული დანა არსად არ არის ნახსენები და ყველგან მხოლოდ აფხაზური დანა არის, აფხაზური დანათ არის ნახსენები. Შეძლო იმერულ და დასავლურ დანათ ვიცნობთ. აი ეს კონკრეტული ქართული დანა არსად არ არის მეგობრებო ნახსენები. არის ყველანაირი დანა ნახსენები აზერბაიჯანული, აი სადასა გადამთელების, იაკუტიის, ყველანაირი, აი კვლევაშიც კი უზბეკური, ტაჯიკური და მხოლოდ აფხაზური დანა არის ნახსენები ამ ლიტერატურაში და აი ამ ლიტერატურით მეგობრებო ხელმძღვანელობს დღესდღეობით ჩვენი საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტი და სამხარაული და ამის მიხედვით არის საერთოდ დაწერილი კანონი. ამის მიხედვითაც ვერ დავარქმევ, ამის მიხედვით რო იყოს დაწერილი რა გვიჭირს აქ უამრავი მსჯელობა არის თითოეულ ტერმინზე, თითოეულ ზომაზე, მილიმეტრებზე და ასე შემდეგ. ეს თუ იკონე ელემენტარული აი მაგალითად უამრავი მსჯელობა იყო 9 სანტიმეტრი რუსეთში დღემდე რომ მოქმედი არის საერთოდან მოდის და უამრავი მსჯელობა იყო რატო უნდა იყოს 9 სანტიმეტრი, არა 8 სანტიმეტრი, არა 11, არა 6 ნახევარი და ბოლოს 9 სანტიმეტრზე შეთანხმდნენ. იმიტომ რომ მსჯელობდნენ ექსპერტები, მსჯელობდნენ სპეციალისტები, მსჯელობდნენ ექიმები და ყველამ რაღაცა შეაჯერეს და შეთანხმდნენ იმაზე რომ 9 სანტიმეტრი არის ისეთი ზომა, რომელთაც შესაძლებელი არის კრიტიკული ზიანის მიყენება. ოღონდ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, მსჯელობა არის რომ კრიტიკულ ზიანზეა საუბარი. თორე გაკაწვრა ნებისმიერ ნივთით შეიძლება, ფრჩხილთაც შეიძლება, მაგას მიხვდნენ ეს ხალხი და ეგ რო არ ჩასულიყვნენ მაგ აბსურდში, გადაწყვიტეს რომ ეს კრიტიკულად რაღაცა მნიშვნელოვანი რაც არის ის ზომა გულამდე ახლოს რომ მიდის, გადაწყვიტეს რომ მოდი ამის იქით უკვე აღარ იყოს ცივი არაღი და ჩვენთან
აი სიმახინჯე 4 სანტიმეტრი ჩაწერეს, იმიტომ რომ მე 6 სანტიმეტრიან დანებზე მქონდა დასკვნები. აი ეგეთი დონე არის მეგობრებო, რომ გაითვალისწინოთ. კეთილი, მადლობა ყურადღებისათვის და ნელ-ნელა ნახოთ თუ ჩავდგებით ფორმაში.